მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით ერთ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ფუნქციებს თქვენს ტელეფონზე, რაც უნდა იცოდეთ. აი ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც Messenger-ზე შევდივარ, ან WhatsApp-ზე შევდივარ, ან Viber-ზე შევდივარ და რაიმე ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნა მინდა, ვერ ვაგზავნი, ვერც ლოკაციას ვაგზავნი და ასე შემდეგ. ანუ ეს გამოწეულია იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებართვები ბოლომდე გააქტიურებული. ანუ რას ნიშნავს ეს? მაგალითად, მე თუ ვიყენებ Messengers და Messenger-ში შევალ და მეგობართან მინდა რაიმე ფოტოს გაგზავნა ან კამერის გახსნა საუბრისას ან ასე შემდეგ და ვერ ხსნით, ეს არის ნებართვები. აი მაგალითად Messenger-ს ჩვენ უნდა მივანიჭოთ, როცა მას ვწერთ ჩვენს ტელეფონში, უნდა მივანიჭოთ ის ფუნქციები, რომ მან გახსნას ფოტო, ჩართოს კამერა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ ამ ფუნქციებს გავდიშავთ, შესაბამისად ვერ გამოვიყენებ მას. ინსტალაციის დროს ხშირად არის შეცდომები, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ფუნქციებს და არ ვააქტიურებთ და ამ ვიდეოში გასწავლით ამ ყველაფერს. თუ თქვენ გაქვთ მაგალითად WhatsApp-ზე, Viber-ზე, Messenger-ზე ან ასე შემდეგ, ეს იგივე პრობლემა. პრინციპი ერთ და იგივეა და ამ ვიდეოში გასწავლით მაგალითად Messenger-ზე როგორ გავაკეთოთ ეს. ანუ პრინციპი არის ერთი და იგივე, რასაც ახლა Messenger-ზე გავაკეთებ, იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ თუ თქვენ გაქვთ იგივე პრობლემა WhatsApp-ზე გააკეთოთ, Viber-ზე გააკეთოთ და ასე შემდეგ. კარგი, ვაჭერთ მაგალითად Messenger-ზე თუ მაქვს ეს პრობლემა, რომ ფოტოს ვერ ვაგზავნი, ან ლოკაციას ვერ ვაგზავნი, ან კამერას ვერ ვთავ საუბრის დროს, ვაჭერთ Messenger-ზე რამოდენიმე წამი, შემდეგ გადავდივართ Messenger-ის პარამეტრებში და შემდეგ აქ არის ნებართვები. ნახეთ, აქ არის დაშვებულია ფუნქციები, ანუ დაშვებულია და აქ არის ასევე არ არის დაშვებული. ანუ არ არის დაშვებულებში არის რაღაც უფლებები, რომელიც არ მინდა რომ მივალიჭო, ანუ კალენდარი, მუსიკა ან ვიდეო არ მჭირდება. ამ შემთხვევაში Messenger-ზე მინიჭება. აქ მჭირდება შეტყობინებები, ფოტო და ვიდეოები, ტელეფონიც ამჭირდება, მიკროფონი მჭირდება სასაუბროდ, რომ ვისაუბრო და ხმა გაიგოს, ვისაც ურეკავ, მდებარეობა არის ანუ ლოკაციის გაგზავნა და კამერა. მე მაგალითად თუ კამერას არ არის დაშვებულებში ავირჩევ, ნახეთ, ჩამოვა არ არის დაშვებულებში, ანუ კამერა დაემატა რა. ამ შემთხვევაში მე როცა დავრეკავ მეგობართან, კამერას ვერ ჩავრთავ, რადგან უკვე Messenger-ს ეს ფუნქცია გამოვაკელი რა, არ არის დაშვებულებში ჩამოვიტანე. თუ თქვენც იგივე პრობლემა გაქვთ და მაგალითად მიკროფონი გაქვთ, ნახეთ, დაშვებული არის ეს ფუნქციები, რომელიც ჩართულია Messenger-ზე და არ არის დაშვებულებში არის კამერა და მიკროფონი, ანუ ეს საჭიროა რა თქმა უნდა Messenger-ში საუბრისას და ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ის. ანუ ვაჭერთ არ არის დაშვებულებში იმ ფუნქციებს, რაც გვჭირდება, მაგალითად კამერას თუ ვერთვათ ვაჭერთ კამერაზე და მხოლოდ აპის გამოყენებისას დაშვება. ვირჩევთ აი ამ ფუნქციას. რის შედეგადაც ის აინაცვლა უკვე ზემოთ დაშვებულებში. შესაბამისად მიკროფონიც გვჭირდება, რომ საუბრის დროს ანუ გაიგონონ ჩემი ხმა და ამასაც ვაჭერთ და მხოლოდ აპის გამოყენებისას დაშვება. აქაც ვირჩევთ ანალოგიურად. აი ესე ანალოგიურად შეგიძლიათ ეს გაიმეოროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, Facebook-ზე თუნდაც ან ნებისმიერ იმ აპლიკაციაში, რომელზეც ვერ თავთ კამერას, არ ესმით თქვენი ხმა, რადგან მიკროფონი არ გაქვთ გააქტიურებული და სხვა დანარჩენი. ან ფოტო და ვიდეოს ვერ აგზავნით. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. ხო, მოკლედ ერთი რაღაცის თქვა და მოვიწყდა კიდე. ძალიან ბევრს ეს ფანარი არ გაქვთ ბოლომდე აწეული, ამიტომ დიდხანს დააჭირეთ ფანარის მაჩვენებელს, აი ესე შუაში იქნება თქვენთან, გააქტიურეთ და ბოლომდე აუწიეთ. აი ნახეთ. დავაკელი, აუწიე, ნახეთ, დავაკელი, აუწიე და შესაბამისად შუქის რაოდენობაც იმატებს იკლებს, აი. ამიტომ თქვენთან სტანდარტულად ნახევარზე იქნება და ესეც ბოლომდე აუწიეთ. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხი, ასევე გააქტიურეთ ზარის ხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ასევე მეგობრებო, ჩვენ დავამატეთ ვლოგები. აი შეგიძლიათ ისწავლემეტის YouTube არხზე შეხვიდეთ. აქ არის მეხუთე ვლოგი, მეოთხე ვლოგი, მესამე ვლოგი, მეორე ვლოგი და პირველი ვლოგი. რა თქმა უნდა, მეექვსე ვლოგის დაიდება, ასე რომ გადადით ისწავლემეტის YouTube არხზე და აქ ისწავლით ძალიან ბევრს.
აბა ნახვამდის.